მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება პროფესორი პოლიტოლოგი კალბატონი ლალი მოროშკინა. მოგესალმებით კალბატონო ლალი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სანამ დავიწყებთ საუბარს, ერთი ინფორმაცია მინდა გავაცნო მაყურებელს, რომელიც ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო იქნება, თან ჩვენ დღევანდელ სასაუბრო თემებსაც მნიშვნელოვნად შეეხება. რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ RIA Novostმა გაავრცელა ინფორმაცია და გაავრცელა შესაბამისი კადრებიც, კერძოდ კურსკის ოლქის სოფელ პარეჩნოეში აღმოჩენილ იქნა 22 სამოქალაქო პირის ცხედარი, რომლებიც სავარაუდოდ არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დახოცილი. საუბარია ბუნებრივია ეთნიკურად რუს ადამიანებზე, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, ადგილზე ასევე აღმოჩენილია უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული დანაყოფის, ეგრეთ წოდებული ქართული ლეგიონის დროშებიც. მე მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით შემოგთავაზოთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივნის მამუკა პიპიას კომენტარი, რომელიც მან გამოცემა ზვეზდასთვის გააკეთა რუსეთში, ვინაიდან ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბუნებრივია რუსეთის ფედერაციაში. თუ შეიძლება მოვისმინოთ. Обнаружение флага грузинского სოფელ პარეჩნოეში ქართული დროშის აღმოჩენა წარმოადგენს პროვოკაციას, რომელიც შესაძლოა მოწყობილია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავები, კერძოდ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებლო კომიტეტი გაერკვევა და გამოძიებული იქნება თუ საიდან გაჩნდა აღნიშნული დროშები. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით და ვითანამშრომლებთ საგამოძიებლო კომიტეტთან, თუ სამხედროებთან, თუ ამის აუცილებლობა იქნება. დიახ, როგორც გითხარით, ჩვენ ბუნებრივია ხა ამ კადრებს უშუალოდ რომელიც გავრცელდა ტელევიზიით, ჩვენ არ გავუშვებთ და არ გავავრცელებთ, ვინაიდან ალბათ მაყურებლის ნაწილმა ჯერით ისედაც ნახა, იმიტომ რომ ინტერნეტში ვრცელდება ეს ვიდეოები. გარდა ამისა არის ძალიან მძიმე სანახავი და აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ კადრების გავრცელებისგან თავი შევიკავეთ. თუმცა ბუნებრივია ამას რა თქმა უნდა ალბათ ჭირდება გამოძიებაც და ჭირდება რომ შესაბამისი დასკვნაც დაიდოს, მით უფრო ძალიან სამწუხარო არის რომ სწორედ აი დანაშაულის ხო, როცა სამოქალაქო პირების დახოცვა ხდება, რა მნიშვნელობა არ აქვს ომში ხდება თუ ომის გარეშე, ეს არის დანაშაული და ამ ადგილას აღმოჩენილი ქართული დროშები ბუნებრივია გამოიწვევს ალბათ ქართული საზოგადოების ინტერესსაც, ამიტომ ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალყურს. კალბატონ ლალი, მე მექნება ერთი ასეთი შეკითხვა თქვენგან, ვინაიდან სწორედ აი უკრაინის თემით დავიწყეთ ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს მაინც მძაფრდება სურათი, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი არის, რომ უნდა დაალაგდეს ამხრივ რამე, გადაწყდეს ამ ომის ბედი, დაამხარდეს მშვიდობა, მაინც მხარეები როგორც ჩანს ცდილობენ, რომ ბოლომდე გამოიყენონ ხო თავისი რესურსები. აი თქვენ როგორი მოლოდინი გექნებოდათ ამ კონფლიქტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუ გექნებათ სურვილი კონკრეტულად ამ ფაქტზე მოვისმენთ თქვენს კომენტარს, ან აი ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვთ, როდის ელოდებით, რომ შეიძლება რაიმე გარდამტეხი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ? პირველს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რაც ხდება. როგორც ჩანს, რაღაცა გარკვეულ ფაზაში შედის ეს ომი და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ეს მართლა მშვიდობიან ადამიანებს ესხმიან თავს. სხვადასხვა დღეს 4 სნაიპერი ქალბატონი აიყვანეს მოსკოვში და წარმომიდგენია, როგორი ტერორისტული აქტებისთვის ემზადებოდნენ და როდესაც ხდება აი ასეთი ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის ძალიან ცუდია. მით უმეტეს ჩვენ ხედავთ რომ ახლა იწყება დაძაბულობა, ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოს გახვევა ამ შარში და პირველი არ არის ეს და ძალიან დიდი მადლობა მინდა მე პირადადაც გადაუხადო მამუკა ფიფიას. მამუკა არის ის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა აი ამ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს და ის რომ გვაცილებს ყოველთვის საფრთხეებს, ესეც მისი პირადად ერთი ადამიანის დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის, იმიტომ რომ დღეს ასე ადვილი არ არის, როდესაც შენ აი ესეთი ომში მყოფი მხარე, რომელიც გრძნობს, რომ ყველაფერი დამთავრდა და ყველაფერზე მიდის და უკანასკნელი კუდის მოქნება, როგორც წესი, უმძიმესია ხოლმე და სხვა ქვეყნის ჩათრევა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ საქართველოს ჩაყოლილი და ჩათრეული რომ ყოფილიყო ამ კონფლიქტში, დღეს აქ მარიუპოლზე უარესი გვექნებოდა, ამაზე ვთანხმდებით. ის რომ ვერ ჩაგვიყოლიეს აი ამ ბინძურ თამაში, განსაკუთრებით არიან ჩვენთან მიმართებაში აგრესიულები, მე არ გამოვრიცხავ, რომ არც იყვნენ ქართველები, მაგრამ იმდენად დიდი ბოღმა აქვს საქართველოსი,
ახლა რაც ხდება მეტწილად იმიტომ შეიცვალა ვექტორი, რომ ჩვენ არამც არ გავხსენით მეორე ფრონტი და ეს დღეს უკვე კითხვის ნიშნებს აღარ ბადებს. ჩვენ როდესაც ამაზე ვსაუბრობდით 2 წლის წინ ძალიან ბევრი კილიკობდა და ამბობდა რა შუაშია ხა ჩვენ ჩავერთვებით თუ არა ომში, აღმოჩნდა რომ შუაში კი არა თავში ვყოფილ ვართ. ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს ინტერესი არ ნელდება, რაც შეეხება უკრაინას, სანამ ჩვენ საქართველოს კონკრეტულად გადავალთ. პუტინი აცხადებს, რომ ის არ დაელაპარაკება ადამიანს, რომელიც აღარც არის პრეზიდენტი და მას პრეზიდენტობის ვადა დიდი ხანია ამოეწურა. ანუ ზელენსკის პრინციპი de facto ადამიანად ასახელებს. ვისთან უნდა შედგეს მოლაპარაკება? აი ახლა არის ეს მთავარი ამბავი, გადასაწყვეტი, რომ ციყოს მოლაპარაკების მაგიდან ვინ მივხდება, ანუ გამორიცხეს ზელენსკის მონაწილეობა. შესაბამისად ზელენსკიც არის ესეთ ძიმე სიტუაციაში, ძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ შვენივრად იცის, რომ ასეთ ფიგურებს როგორც ეს ცოცხლებს არ ტოვებენ. პარალელურად იდება ინფორმაცია, რომ კულებას გვერდზე მყოფმა ქალბატონმა, გიოლფრენდმა მრავალმილიონიანი სექსშოპები გახსნა. ანუ პარალელურად ისეთი ინფორმაცია ამ სისხლის ზღვრის, ანუ ღვრის ზღვა არის, ასე რომ ვთქვა. ხო? ჩვენ მივიღეთ რა, რომ ერთი არის რომ იხოცება სლავი ადამიანები და მეორეა რომ იმ სლავ ადამიანებში აღმოჩნდნენ დამნაშავეები, გამყიდველები, რომლებიც დიდ ძალ ფულს შოულობენ. არაერთხელ ვთქვით რომ საქართველოსიც უნდათ აქ გარკვეული კაპიტალის შეძენა, უბრალოდ მათ არ მოუვიდა და არ დასცალდათ. ახლა აქ უბრალოდ აი ის მომენტი დადგა, ჩვენ რაზეც 2 წლის წინ საუბრობდით, რომ დადგება მომენტი, სადაც ფეხი უნდა მოინაცვლონ, სადღაც გადავიდნენ. საქართველოს ხო იყო მომზადებული ამისთვის, კარგია რომ ჩვენი მთავრობა ისე დადგა და ის ჭკვიანური პოლიტიკა, რომელიც აქ აწარმოა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის თამადობით, აი ის შედეგი მივიღეთ, რომ დღეს ასე ვირთხებივით გარბიან ქვეყნებიდან, ჩვენი ქვეყნიდან ის ამომგდები ძალა, რომელიც იყო, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის საელჩოსთან რიგები დგას, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვათა შორის ძალიან სიმბოლურია, რომ თურმე 2019 წლიდან დღემდე 41 მილიონი დაიხარჯა საქართველოს რევოლუციის მოსახდენად და მინდა ვუთხრა დამკვეთებს, როგორ არასწორი სამიზნე შეარჩიეთ და როგორ არასწორი შემსრულებლები შეარჩიეთ, იმიტომ რომ შემსრულებლებმა ჯიბეები გაისქელეს, შემსრულებლები გამდიდრდნენ, შევთანხმდეთ, რა ამდენ მილიონად პრინციპში ბევრი ქვეყანა შეიძლება აატრიალო. ძალიან ძლიერიც კი. ხა თან მით უმეტეს ხელისუფლება, რომელიც მესამე, მეოთხე ვადით მიდის, ხა გასაგებია, რომ მისი პოპულარობა როგორც გუნდის იკლებს, ხო და ამ დროს ოპოზიცია ხა 40 მილიონს გაძლევენ და 2%-ს აიღებ მე ხმას, რა პოლიტიკაზე რა უნდა კონდეს ამ ხალხს საერთოდ. ხო, მაგრამ მე რომ მკითხო, ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც ამდენი ფული გადაიხადეს, რაღაც გამოძიება უნდა დაიწყონ საწავი და სხვათა შორის ისე აქვს სახეები წამხდარი, ზუსტად აი ამ მეგონი ელოდებიან. ხო, მეც ასე მგონია, იმიტომ რომ არავინ არ გაპატიებს შენ ამდენი ფულის ჩაჯიბებას და თან ერთი პუნქტითაც არ დაწინაურდნენ. ანუ შემოვიდნენ ისეთი არასწორი ფიგურები, რომელსაც მე აქცენტი გაკეთდა და ანუ არაპოპულარულები, ავტორიტეტის გარეშე, ქუჩებში დადგნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები არცემენ პატივს, ხო? რეალურად შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის აყირავება შეიძლება, ნებისმიერი ოჯახის დანგრევა შეიძლება, სახელმწიფოს ჩამოშლა შეიძლება, როგორც ჩამოშალეს არაერთი იმპერია ძალიან ძლიერი, მაგრამ შესაბამისი დაფინანსება, როდესაც მიდის, აქაც აღმოჩნდა, რომ სიღალაც ქონდა ადგილი და ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში ამ ადამიანებს გაქცეულებს, რომლებსაც ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ყველას აქვს სახლები უცხოეთში, მაგრამ შემდგომ რას აპირებენ, მათი მისამართები აუცილებლად გასაჯაროვდება, მე არ ვამბობ ქართველებისთვის და ჩვენთვის, ხო? დამკვეთებზეა საუბარი, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი ძლიერი დამკვეთები ყავდათ. დღეს შეიძლება ისინიც თამაშის ნაწილი არიან, იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ რომ რა ხდება ახლა, ხო? რაღაც სიზმარე ხო არ გვესიზმრება. როგორ შეიძლება მთელი მსოფლიო ლიბერალურ ჭრილში იყო განხილული და დღეს უცებ ასე დაესიზმრათ ჩვენი ერთ დღეს რომ უნდა ყველამ ვილოცოთ და კონსერვატორები გავხდეთ. ხო, ასე ხო არ ხდება? ანუ 30-40 წელიწადში ერთხელ ხდება ცვლილება. მე ვუშვებ იმას, აუცილებლად ვუშვებ კი არა 100%-ით მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები მართავენ ისევ მთელ მსოფლიოს, ვინც მართავდნენ აქამდე, არანაირი ცვლილება არ ყოფილა. უბრალოდ საჭირო იყო
იყო, აი ეს რაღაცა უკვე მომპალი ინსტიტუტი შეცვლილიყო სხვა ანუ თქვენ აბსოლუტურად. ფიქრობთ, რომ იგივე ელიტა ამ შემთხვევაშიც ის, ვინც მაგალითად ტრამპი მოიყვანა ხელისუფლებას. და არანაკლებ საშიში, იმიტომ რომ ეს ელიტა ძალიან მიდრეკილია ფაშიზმისკენ, იმიტომ რომ ის განცხადებები, რომელიც დღეს კეთდება, ძალიან მძაფრია, ძალიან დაუბალანსებელია, ძალიან აღვირახსნილია. შესაბამისად, შენ ხარ, როდესაც ეს დიდი ქვეყნისგან გესმის ამდენად დაუბალანსებელი განცხადების კეთება, ცოტათი საფრთხის შემცველია. კი, დუდა რომ დუჟმაურეული ამბობს დღეს რომ შეიძლება სხვა ახალი რუმინეთი იყოს, პოლონეთი და ბრიუსელი მხოლოდ იმათ ცნობს, ვიზეც ფსონსდებს და ის რომ დღეს თქვა ორბანი ამბობს რომ შორს ხელები საქართველოსგან, ჩვენ შეიძლება ეს მოგწონდეს. როდესაც ასე ურტყამენ, ასე ჭაობში ჩაფლულ ბრიუსელს, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემთვის ევროპა იყო რაღაც დამცავი მექანიზმი, ჩემთვის ამერიკა იყო ქვეყანა, რომელიც ნამდვილად რაღაცა დემოკრატიის შუქურა უნდა ყოფილიყო და ესეთი აღრევა სიტუაციის, რომ რაღაც ბრიუსელი ვარგა, ამერიკაში თურმე ესეთი კოშმარი ხდებოდა, რომ ჰოლივუდის მსახიობების ნახევარი ჩვენი საყვარელი პროდიუსერების მსახიობები თურმე ჩასარეცხები ყოფილან, ხო? ანუ ასე მგონია, რომ მათთან სააკაშვილი დაბრუნდა. ანუ აი როგორც სააკაშვილმა დაიწყო, რომ 40 წელზე ზევით არავინ არ უნდა ჩასარეცხია ყველა, ტრამპის პოლიტიკა დაიწყო ჩარეცხვებით და ჩარეცხა ის ინსტიტუტი, რომელსაც ძალიან ძლიერად იდგა ამერიკა. ჩვენ გვაწყობს თუ არ გვაწყობს ეს, ხო რა თქმა უნდა. ეხლა ის აი ფურცელს ხო აქვს ორი მხარე. მოდი მეორე მედალს ორი მხარე აქვს. ამოვატრიალო და სხვა კუთხით შევხედოთ. ასეთი რადიკალიზმი რისი მომტანია. ჩვენ ვიცით რომ ყოველთვის რა წუთში ეს არქიმედეს კანონია, ხო რაც უფრო ძლიერად აწვევი, ამომგდები ძალა მეტია. მე არ ვიცი ამომგდები ძალა რა იქნება ამ შემთხვევაში. არის ვერსია, რომ თვითონ ტრამპი არის ამ შემთხვევაში ამომგდები ძალის პროდუქტი, ანუ ის ელიტა, რომელიც მას დაეხმარა, არის რეაქციონული ელიტა. რეაქციონერები, რომლებსაც ჰქონდათ რეაქცია აი ამ ლიბერალურ წნეხზე და ისინი არიან, ასე ვთქვათ, პირიქით და ამით სრულდება ციკლი. ანუ შემდეგი ამომგდები ძალა აღარ იქნებაო, მაგრამ მეც აი თქვენი არ იყოს ძალიან ფრთხილად უყურებ. ერთი არის ძალიან მოგწონს კი, რომ ეს LGBT საკითხებზე საუბრობს, ქრისტიანობა დავაბრუნოთ, რელიგია დავაბრუნოთ, ამას ამბობს, მაგრამ მეორე არის უკვე პოლიტიკურად რა ასრულებს აკეთებს. ხაზას მოსახლეობა 2 მილიონი კაცი არის თბილისის ნახევარ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ესე ტრამპის ერთი ნებით მან გამოაცხადა, რომ ეხლა ეს ხალხი უნდა წავიდეს იქიდან, აღარ უნდა ცხოვრობდეს პალესტინაში, პალესტინელი. ამბობს, რომ რაღაც კანადა ჩემი შტატი უნდა იყოს, გრენლანდია ჩემი უნდა იყოს, იქ პანამაში უკვე მოაგვარა საქმე, მე მგონი ჩინელებს ყოველ შემთხვევაში გაუქმა პანამამ ყველა კონტრაქტი და აქ ჩდება კითხვა, ეს რაღაც შუბლზე რევოლვერის მიდების პოლიტიკა აქვს ამ კაც არჩეული. სადამდე შეიძლება ეს წავიდეს? თქვენი არ იყოს, მეც ამ მიჩენს და მithქვამს კიდეც ეთერებში არაერთხელ 30-იან წლების გერმანიის აი ხა უნდა მეთქვა. ზუსტად ძალიან გავს. ეხლა ჩვენ მე მინდა ჩვენმა მსმენელმა გაგვიგოს სწორედ, იმიტომ რომ ერთია მართლა რომ ვიღვიძებ ხოლმე და ვთავ ტელევიზორს და ვუყურებ, რომ ის გადადგა, ის წავიდა, იმან ქვეყანა დატოვა, ამან თქვა რომ თურმე არაფერი საქართველოში მიხარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის რეაქციული ძალა, რომელიც ჩემნაირებს დევნიდა და ერთის მხრივ ძალიან აჟიტირებული და გახარებული უნდა ვიყო. მეორეს მხრივ აი ესეთი ნგრევა ძალიან გავს, აი ზუსტად დასაწყისი, როდესაც იყო ჰიტლერის მოსვლის ხელისუფლებაში. ძალიან გავს ამ ყველაფერს, ისიც LGBT საზოგადოებას ებრძოდა, სხვათა შორის მე ყოველთვის ვამბობდი და ბევრი ამას ესე უყურებდა, რომ ყველაზე ნაკლები პრობლემა მე მგონი კიდე აი ამ თემთან მიმართებაში იყო, იმიტომ რომ იქ იყო გაერთიანებული, შიშარა, დამფრთხალი, დაკომპლექსებული, ოჯახიდან გარიყული ადამიანები და ხა ისეთ ძალას არ წარმოადგენდნენ რა. ვიღაცას ჭირდებოდა მათი ჩვენება, რომ არიქა ყველა ერთად ვებრძოლოთ მათ, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენდნენ ძალას, ვინც მათ იყენებდა. ხო და არ არის ეს ისეთი ძალა, არასდროს არ წარმოადგენდნენ. ხა ისინი ძალიან კარგები იყვნენ მხატვრობაში, შეიძლება სპექტაკლებში, სცენაზე, ანუ წარმოადგენდნენ იმ ფენას, რომელიც არასდროს არ იყო საფრთხის შემცველი და ვიღაცას დაჭირდა ამ ყველაფრის გამოყენება, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, როდესაც დაიწყო მსვლელობები, რაღაცა გეი აქტივისტი, რომელიც კუნთებით გამოვიდა და გვაგინებდა საზოგადოებას და აი მე ასეთი ვარ და პეპელა ვარ და ისე ვარ, ну რაღაცა ძალიან სასაცილო ეს ყველაფერი, რაღაცა გროტესკით შესრულებული, ძალიან მდარე ხარისხის უგემოვნო სკეჩი იყო და შესაბამისად ახლა ჩემში ეს მხოლოდ ციცილს აღძრავს, მაგრამ ახლა რაც ხდება
ხდება ამერიკაში, თქვა ილონ მასკის პოზიცია, თან როგორი ძლიერი გუნდია, ხო? მთელი მსოფლიო ფინანსები კონცენტრირებული არის 5 ადამიანზე, რომელიც აი მისი გუნდის წევრები არიან. ეს არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ჰიტლერიც გერმანულ ფინანსურ ელიტას დაეყრდნო, ხო? წარმოებლები Mercedes-ი, BMW იყვნენ მისი სპონსორები, Hugo Boss-ი უკერავდა ფორმებს. კი ბატონო, SS-ის ფორმა, ცნობილი ლამაზი ფორმა Hugo Boss-ის იყო, ხო? ამიტომ ძალიან ბევრი რამე. მე კიდევ ვუყურებ დეტალებს. არავინ არ თქვას, რომ აი ამ სამყაროში, აი მაღალ ელიტებში თითოეულ რაღაცა პატარა დეტალს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ინაugurაცია რო გავიხსენოთ როგორ იყო. ეს იყო კოლონიალურ სტილში ჩაცმული მელანია ტრამპი, ეს იყო მე დავგუგლე კიდევაც დამაინტერესა მე და ერთ-ერთი ჩდება აი კოლონიზატორების ტანსაცმელი არ ჩანს თვალები, ანუ ესე იგი მე რაღაცას ვერ ვხედავ, ან არ დავინახავ, ან რაც მოხდება, იმას არ შევიმჩნევ. ეს არის შმაკი ყოველთვის დეტალებშია. ამერიკელებისთვის დეტალებს ყოველთვის მნიშვნელობა ჰქონდა და ამაზე რა ვიცი, თელი ფსიქოლოგიური ფილმებია გადაღებული, ხო? ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. ის რომ პირველი ლედი არ იღიმებოდა ჰაერში კოცნიდა მეუღლეს, ანუ აი სრულიად ინდიფერენტული, გაციებული, ეს არ იყო ის მელანია, რომელიც იყო წლების წინ. ეს არ იყო როგორც არის მიჩვეული საზოგადოება ამერიკის პირველი ლედი, ცქრიალა, შვილები, ლაბრადორი ფეხებთან რაღაც ამერიკული ოცნება, არა. ჩვენ მივიღეთ ესეთი ცივი, ჯერთი შავი ფერი არასოდეს არ იყო და მუქი ლურჯი ფერი არასოდეს არ იყო საპრეზენტაციო. ჩვენ გვახსოვს რა ეცვა მას ღია ცისფერი, როდესაც პირველად გახდა პირველი ლედი, ხო? ანუ მუქი ფერები, დამთრგუნავი, ტანსაცმელი, ძალიან ლამაზი რა თქმა უნდა და ლამაზად შესრულებული და ძალიან მაღალმა დიზაინერებმა იმუშავეს მის აი ამ ლუქზე, მაგრამ აი ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ შემდგომში დაიწყებოდა რეპრესიები და რეპრესიები დაწყებულია. ის რაც დღეს ხდება ამერიკაში, აი რაღაცა გნებავთ 37 წელი საბჭოთა კავშირის, გნებავთ ჰიტლერის ეს მოსვლა, გნებავთ რაღაცა სტალინური ეპოქის მომენტები, იმიტომ რომ რის უფლებასაც აძლევენ თავის თავს, აი ხა ამ ელიტების წარმომადგენლები, ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენთვის ზართულია ამის წარმოდგენა, რომ თუ მან ბოლომდე გაიტანა ეს ყველაფერი და არავინ არ შეეწინააღმდება, ხო? ჩვენ ხო ვიცით რომ თქვა კი ბატონო, ძალიან კარგია რომ ჯანმოდან გამოდის, თუმცა ამას გარკვეული პროცედურები ჭირდება და ასე ერთ დღეში არ კეთდება. მე დღეს გამოვედი ჯანმოდან, ხო? მაშინ შესაბამისად აქ ლუგარშიც უნდა შემოვიდნენ და დაიხუროს და შემოწმდეს რა ხდებოდა წლების განმავლობაში და ჩვენ ვიცით რომ ეს ლაბორატორიები მუშაობდა უკრაინაში და საქართველოში, ხო? მე მაინტერესებს დაიდოს შედეგები და არა უბრალოდ ეს ერთი ხელის მოსმით, იმიტომ რომ ეხლა თუ ჩინეთიდან გაჟონა ამ ბაქტერიამ, მე რა გარანტია მაქვს, რომ ხვალაც იგივე არ მოხდება და ვინ რას გააჟონინებს და თუ მithumetes ჩინეთი გაამწარეს, რას გამოაჟონინებენ თავის ლაბორატორიებმა, წარმოდგენაც არ მინდა, ხო? მე ძალიან მინდა მქონდეს როგორც მსოფლიო ადამიანს, ერთ საქართველოს მოქალაქეს კი არა, გარანტია რომ ჩემზე დიდი სახელმწიფოები, პატარა საქართველოს დიდი სახელმწიფოები რაღაცა უგუნურ თამაშს არ ითამაშებენ. რაღაც კაზინოში არ ვარ და რაღაცა რუსულ რულეტკას არ ვთამაშობ და ბოლო ტყვია არ მაქვს დარჩენილი. ამერიკა გამოიყვანა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან მაგალითად და ზოგადად აქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ სოფლიოს ეს ახალი წესრიგი ეს ვარ მე პერსონალურად ჩემზე გადის და არ მჭირდება არანაირი საერთაშორისო ინსტიტუტი იმისთვის, რომ ეს წესრიგი დავამყარო და გეთანხმებით, რომ ძალიან საშიში ტენდენციაა, იმიტომ რომ თუ გაუვიდა უბრალოდ ეხა მე მანდ რა მაფიქრებს, რომ ამასაკში მგონი თუ არ ვწდები 80-მდე კი არის უკვე. ამასაკში თუ შეიძლება ადამიანი ეგრე გაგიჟდეს. სოროსი რამდენი წლის არის გავიხსენოთ, მდიდარი ადამიანები არ კვდებიან. მე ამას დავაკვირდი. ანუ ცოცხლობენ ძალიან უბრალოდ და ჩვეულებრივად მინიმუმ 100 წლამდე. ხარ ზუსტად აი ეს როკფელერები, სოროსები, აი ეს ძლიერი კლანის წარმომადგენლები მინიმუმ 100 წლის არის საერთოდ. ანუ იმაზე ვისაუბროთ, რომ არიქა უკვე ასაკში არა. ძალიანაც კარგად არის მშვენივრად გზნობს თავს. და თან რამე რომ მოუვიდეს ტრამპს, გამგრძელებელი ვინ არის? მასკი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და კითხვის ნიშნის ქვეშ ფიგურა. ანუ აი რო არის ხოლმე, რომ ეს ადამიანი ან აგვაშენებს, ან დაგვაქცევს, დაახლოებით მაგ ჯდება, ხო? მაგ პარადიგმაში. რაციონალური ნამდვილად არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იმ ელიტის გადმოსახედიდან არ მგონია, რომ რაციონალური იყოს, მივიდა დავხუროთ USAID-ო იძახის. ხო, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში, თქვა, რაღაცა სიკეთეც ხო
გაუკეთებია რა, ხომ შეიძლებოდა ვთქვა ნაწილობრივად. იმიტომ არა, ჩემი დასაცავი რა ჭირს. უბრალოდ ამერიკისთვის ბევრი სიკეთე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ის დაიხურა რა გაიხსნება. მათი პოლიტიკა ასეთი იყო საქართველოს მიმართ, ახლა რა იქნება? ანუ ახლა ვინ წარმართავს ჩვენთან მოლაპარაკებებს? რა დონეზე იქნება ეს ყველაფერი? ჩვენ აი ამ შუა კორიდორში ნამდვილად გვეჭირება ის ღირსეული ადგილი თუ ისევ რაღაცა სხვა ორგანიზაციის წნეხის ქვეშ აღმოჩნდებით. იქნებ ისევ ჩვენი ტერიტორია უნდათ რაღაც ექსპერიმენტების ჩასატარებლად, იმიტომ რომ სიღნაღში მაგალითად სიღნაღი ითვლება რომ ერთ-ერთი სუბთაცა არის სიღნაღზე იქ აპირებდნენ ობსერვატორიაც უნდა გახსნილიყო. შეგვიძლია აიხედო და დაინახო სტარლინგები, ანუ მუდმივად სიღნაღის თავზეა და ძალიან კარგად ჩანს. ინტერესი არის დადასტურებული, იმიტომ თვითონ ლაპარაკობენ მაგას. და ჩვენთან უნდა მოიწყოს ჰაბი იყო სტარლინგის წარმომადგენელი, საახალწლოდ იყო ეგ ამბავი, ისაუბრა რომ საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა, აქ ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ ახალი ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მთელ რეგიონს მოამარაგებს. ნუ აქ საუბარი არის პირველ რიგში ხარისხიან ინტერნეტზე, მაგრამ გარდა ამისა კიდე რა ტექნოლოგიები განთავსდება, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ საქართველოს მიმართ აქვს ინტერესი ეს. საქართველოს ინტერესი დიდია, როგორც დღემდე არავინ არ გვაქვს პასუხი იმაზე, რატომ არის ამდენი დაავადება საქართველოში, ამდენი კიბო, აი უბედურებაა რაც აქ ტრიარეს და ბავშვებში არის განსაკუთრებით უმძიმესი დაავადებები. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ აი ამ ექსპერიმენტებმა არ მოგვიტანა ეს ყველაფერი და კი ბატონო, განვითარება კარგია, მაგრამ რობოტიზაცია და ზოგადად აი ამდენი ტექნოლოგია, როგორ აისახება ჩვენს ბუნებაზე, რა მოხდება, რამდენი კატაკლიზმა ვნახეთ, აგერ შოვის ტრაგედია ახლახან იყო, ხო? რა განვითარდება, ისევ საცდელად იქნებ იმიტომ მოწონ ჩვენი ტერიტორია, რომ პატარა ნაწილში ზღვაც არის, მთაც არის და მარტივია ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენზე. ხო, გაიხედა აქეთ ზღვა არის, აქეთ მთა არის, რა უნდათ რეალურად? უდაბნო, რა უნდათ ჩვენგან? ჰოლივუდის გადასაღებად რო უნდათ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და მომწონდა ეს ამბავი, მაგრამ აი რამდენად მინდა მუდმივად სტარლინგები ჩემი ქვეყნის თავზე მე არ ვიცი. ამიტომ მე მაგ ბევრი შეკითხვა. იმის გამო რომ აქ დუმს ამერიკის საელჩო, იმის გამო რომ ჩვენი ელჩი არის არ არის ამერიკაში სადაც გაურკვეველია მისი ბედი, ხო? ბევრი შეკითხვა არის, რომელიც გარდა იმისა, რომ ვიღაცა ბოდიალობს ქუჩაში და გადაგვაყოლეს ამ 20 კაცის ბოდიალს და რა გახდა დამთავრება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ სამართლებრივად ყველა ბერკეტი არის მადლობა. რა თქმა უნდა პოლიციას, სუს, უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ხვდებით რა არანორმალური ტვირთი ზიდეს და დღესაც ხო, ნუ წარმოუდგენელია და ის რომ 150 ბიჭია ესე და დასახიჩრებული იწვას ავადმყოფოში და ენა როგორ უბრუნდებათ საერთოდ ეს ერთი მომენტი. მეორე უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ უფრო მძიმე რაღაცა სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება ძალიან მძიმე იყოს და თუ ჩვენ არ დავიწყებთ და ძალიან გჭირდებოდა ოპოზიცია პარლამენტში. მე არ ვიცი გახარია რას აპირებს და როგორ წარიმართება შემდგომ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ რეალურად გჭირდება ოპოზიცია, თუნდაც აი ეს შეკითხვები რომ დაუსვას სამთავრობო გუნდს. სამთავრობო გუნდის ასე მარტო თავის ჭკუაზე დატოვება მე არ მიმაჩნია რომ ნორმალური მდგომარეობაა. ეს არ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვიღაცა მაინც უნდა იყოს რომელიც გეტყვის, კაი ეს ქუჩაში ვიბოდიარეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და მე რა ხდება? იმიტომ რომ ის ახლა რა ნაბიჯებსაც დგამს ამერიკელი პირველი კაცი, ხო მე არ ვიცი ჩვენ როგორ მოგვიტრიალდება. აგერ არის ირანი, აგერ არის აფეთქებული რეგიონები ჩვენს გარშემო, ხო? იქ არის ალიევი, რომელიც პერიოდულად რაღაცა დემარშებით გამოდის, ხო? აგერ გუშინ თუ ეხუტებოდა ამერიკასაც და რუსეთსაც, დღეს ერთიც გააძევა და მეორეც გააძევა, ხო? სომხეთი, რომელიც რა ვიცი, სამთვეში ერთხელ იცვლის პოზიციას. ანუ არც ერთი რეგიონი ჩვენ გარშემო აღარაფერს ვამბობ თურქეთზე, იმიტომ რომ ერდოღანის აზრთა სხვადასხვაობა ყველა მიცის. დღეს შეიძლება ერთი რამე თქვას და მერე თქვას მე ეს არ მithქვამსო, ხო? შესაბამისად, ჩვენ გარშემო არის რეგიონები, რომლებიც ასე ცალფეხზე ყანყალებენ, არასდროს არ აქვთ გამოკვეთილი პოზიცია არც ჩვენს მიმართ და არც ერთმანეთის მიმართ და პლუს კიდე რუსეთი, რომელიც ომშია, მძიმე ომშია ჩაბმული, ამას დასასრული არ უჩანს. კიდევ ერთხელ ვამბობ და მე არ ვიცი, ალბათ რაღაც ეს განსაკუთრებული მე ველოდები რას ახლა როგორც ამერიკელებს უყვართ პიარით ხელმძღვანელობა, რაღაცა უნდა მოხდეს. აი რაღაცა უნდა მოხდეს გადამწყვეტი, რაც ათქმევინებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტს ისე რომ სახე არც ერთმა არ დაკარგოს. აი ახლა გამოვდივართ ამ თამაშიდან. ამ რაღაცას აი დაველოდოთ. შეიძლება ახლა რაც ხდება, წიფდება რაღაც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ტექნოლოგიაში ცნობილი ამბავი, რაღაცის მოხვედრა. არ იყოს კიდე მაგალითად ირანთან კონფლიქტი არის, ირანის პირდაპირ ჩართვა კონფლიქტში, ეს ყველაფერს გადაფასება
გადაფარავდა და ამისი ტენდენციები იკითხება განსაკუთრებით ტრამპის და ნეტანიაჰუს შეხვედრის შემდეგ და ღაზაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ ეს შიშები გაჩნდა მათ შორის ირანში ამბობენ რომ უყოყმანოდ უპასუხებენ ამერიკას როგორც ჩანს მათაც აქვთ გარკვეული მოლოდინებით რომ ტრამპი და თან თუ გავთვლით საჰაერო მანძილი ირანამდე ჩვენგან რა პატარა ხვდებით რომ ეს ყველაფერი მოხდება ჩვენს თავზე და ამიტომ რთულია დღეს წარმართო პოლიტიკა მე ჩვენება რომ ჩვენ ზედმეტად გადავყევით ქუჩის ძიძგილაობას იმიტომ რომ უკვე დასრულდა იქ ყველაფერი ყველას ესმის რომ თამაში არის დამთავრებული გადავიდეთ სხვა ეტაპზე ანუ კარგია რომ ამკაცრებენ კანონებს კარგია რომ ფარა მე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს მთავრობასთან ამ ფარას მიღება თავიდან ვერ შეიძლება და ამერიკული მოდელით რომ თქვათ ის რაც მიიღეს გამჭვირვალეობის კანონი ასეთი პრობლემური არ ყოფილა რომ ეთქვათ რომ ჩვენ გვიждდებით ამერიკაზე გვიყვარს და აგერ ბატონო ფარა ანუ ჩემთვის ეს არის შეკითხვა რატო დღეს დადგა ფარა იმიტომ ვამბობ რომ მე მინდა ოპონირება გაუწიო ჩვენ მთავრობას მინდა კარგსაც ხედავ მაგაზე აქვს პასუხი რომ ფარა არის იმდენად მკაცრი მაგ მხრივ ალბათ სოფლიოში ყველაზე მკაცრად რეგულირებული ყველაფერი ამერიკაშია თავიდანვე რომ ეკანონი მიგვეღო რა მართლა დაგვამხობდნენო იმიტომ რომ ეხა ყველაზე რბილ ვერსიაზეც კი ესეთი ამბავი მოაყოლეს და ეხა თავიდანვე არა ეხა ეგ არ არის კრიზისია და ეს თუ გადაიტანა იმასაც გადაიტანა არა ჯერ ერთი შეიძლებოდა ამერიკასთან ისე დალაგება დიპლომატიურად ისეთი ვორდინგი გამოგეყენებინა რომ იმასე თქვა აქეთ შეეთავაზებინათ მოდი იქნებ თქვენ ფარა გამოიყენოთ და მაშინ იქნებოდა აბსოლუტურად სხვა ჩვენ ამდენი წელია გვაყანყალებენ 2019 წლიდან ხო არ გაჩერებულა ეს ყანყალი მე ეს აისახება ყველაფერს ეხა წელს მაგალითად ჩააგდეს ტურისტული სეზონი ჩააგდეს ზამთრის სეზონი ეხა გუდაური ბაკურიანი რომლებიც საზრდოობენ 2 და 3 თვიანი შემოსავლებით აბსოლუტურად განოლებულია ხო ყველაფერი აგერ კახეთი რომელიც ამ დროსაც გადასარევად მუშაობდა საერთოდ გაჩერებულია ბევრი რამე ანუ გავიგეთ ერთხელ გადავიტანეთ კრიზისი მით უმეტეს ქვეყანა რომელიც ტურიზმზე ასე დამოკიდებულია და ეკონომიკის დიდ ნაწილს ტურიზმი შეადგენს და შენ მოსპე საერთოდ ტურიზმი იმიტომ რომ აღარ დამთავრდა აქ არაფერი ხა თუ ჩვენ ვედრებით საფრანგეთს მაგალითად ხა საფრანგეთში რომ ვრეკავ ხოლმე დილით ვკითხულობ რომ არის გაფიცვები თქვა რომელი ტრანსპორტით არ წამოვიდა იქ მატარებელია გაჩერებული ანუ გასაგებია საფრანგეთია და დიდი ქვეყანა ერევა აი ამ პრობლემებს თქვა ძალიან ხშირად იკეტება ხოლმე ტრანსპორტი გაფიცვებია და ყველა მიცის რომ აი ხა საფრანგეთი ამადა ამ დღეს გაიფიცა ოკეი ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. აქ ერთ ქუჩაზე რო იკეტება რაღაცა 20 მეტრიანი ადგილი, მთელ მსოფლიოს გონია რომ საქართველოს დაინგრა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ახლა ამდენად ტურისტული ქვეყანა, რომ ყველა მიცოდეს, რომ პარიზში რაღაცა რო ხდება, იქ ტურისტები სხვაგან არიან გადანაწილებულები, თქვათ, სხვა ადგილებს ათვალიერებენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია ახლა. ერთი დღე არ გაჩერებულა დისნეილენდის მუშაობა, რაც არ ხდებოდა. ყველა ჩავა საფრანგეთს არა აქვს რეკლამის პრობლემა და საქართველოში რო გავა ერთი ნიუსი სადმე რომ იქ გამოსვლებია და პოლიციამ ვიღაც დაარბია და იქ დაიჭირეს, რა თქმა უნდა, ეხა 99% ალბათ გადაიფიქრებს მე რა. რა თქმა უნდა, მე რუკას რო დახედავენ და დაინახავენ, რომ ამ რუკაზე კაცო აგერ აქ ცეცხლია. მაშინ ან უნდა გვითხრან, თქვა იმ ადამიანსაც, მე ხა გამოვხატავ წუხილს პლუს კიდე როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანი და ყველა სახელით, ხო? მაშინ უნდა გვითხრან, რომ შეეშვით ამ ტურიზმს და მოდი რაღაცა სხვა მოვიფიქროთ. თუ ვერ ვმართავთ ამ ყველაფერს და თუ ჩვენ ახლა აი ამდენად მძიმე მდგომარეობაში ვარ და საერთოდ როდესაც კრიზისი დროში იწელება, ის ანგრევს ყველაფერს. ანუ კრიზისი უნდა დაიწყოს, აქ რაღაც თავის განვითარება და მე კულმინაციური მომენტი და დასრულება. ჩვენთან აი დასრულება აღარ არის არა. კულმინაციური მომენტი რა იყო? მე მგონი რომ არ ყოფილა ჯერ კულმინაციური. არა, კულმინაციური იყო, როგორ არ კულმინაციური იყო, როდესაც ესროდნენ პოლიციელებს ეპიკატებს. ეს გადავიარეთ, აღარ იქნება. კი, არა, აღარ იქნება. გადამხდელი აღარავინ არ არის. ანუ ეს ხო არ ხდებოდა ისე, ეს ხო ფინანსური წყაროები მართავდა ამას ყველაფერს. ფინანსური წყაროები შოკში არიან, თვითონ საწავიდა ამდენი ფული. იმიტომ რომ ხო მარტო სალუტებზე ხო არ დაარიგდა ეს ფული, ხო? შესაბამისად შეიჭამა. ამიტომ ქართველებმა აქაც კარგად ჭამეს, მოკლედ ოპოზიციამ კარგად, ასე ვთქვათ, იგულავა უცხოელების ფულებზე. ამიტომ გადავლილი ხა თავის ჯიბიდან, ხო ხედავთ, ერთი დღე ვერ გაძლეს დაფინანსების გარეშე და გაიქცნენ. იქ კორზაიამ გააკეთა განცხადება, იქ კიდე ვიღაცამი ამერიკის საელჩოს რიგში გადაღებული არიან ოპოზიციონერები. ანუ ერთი დღე ვერ გაძლეს. ანუ დაკარგეს იმედი რომ სახრავი გავთავდა. ერთი რამე მაინტერესებს ჩვენ წლები ვიდექით ქუჩებში ისე. კი. ქონდა იდეა და ხან რა ვიცი, ქუჩებს კეთებდით, ხან რუსთაველზე
იმ რაღაც კარვებში ცხოვრობდით. არ ვიცი, წლები ვიდექით ქუჩაში. და ხომ მე ზუსტად ვიცი, რომ არანაირი დაფინანსება არ იყო, ასე ამოვიფხიკავდით ჯიბეებს და ვისაც რა შეგვეძლო ის მოქონდა. ასე როგორ იდეა არ აქვთ, რომ თუნდაც ერთი თვე არ შეემჩნიათ, რომ დამთავრდა ყველაფერი. არა, მე პირიქით მინდოდა, რომ ხო დარჩნენ პოლიტიკაში და ალბათ ნაწილი დარჩება მაინც და საკუთარი თვალით ნახონ და საკუთარ ზურგზე იწვნიონ, რას ნიშნავს უფულოდ პარლამენტის მანდატების გარეშე პოლიტიკოსობა საქართველოში და გამოვიდნენ მერე იმითი. ხო და ხო ხედავთ რომ არჩევიან. არა, თენგო იცი რა, ფული აფუჭებს ადამიანებს. ისინი იმდანაც შეეჩვიან ამ ყველაფერს. ჯერთი შვილები უცხოეთში გაშვებული, ანუ აქ რო გავიდოდნენ ქუჩაში და ვიღაცა 1-2 უბედურ ადამიანს შემოიერთებდნენ და ვითომ გაიწუწნენ და ესე მერე მირბოდნენ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დასასვენებლად, ანუ ყველა მერე ასე გაფიქრებული ხალხის ფონზე კარგი რუჯით რო შემოდიოდნენ რა ეს ხო ჩანდა ყველაფერი. შესაბამისად და ყველამ ვიცით, რა არის ის რაც შეიძლება გაკეთდეს დიდ ქვეყანაში მარტივად, პატარაში ყველა ვიღაცა მეზობელია, ვიღაცა ახლობელია, ყველამ ყველაფერი იცის. შესაბამისად, აი მივედით ამ აგონიურ სიტუაციამდე მათი მხრიდან. მაგრამ მე უბრალოდ მინდა რომ დავიწყოთ მუშაობა. მთავრობამ დაიწყოს მუშაობა, შეიქმნას ალტერნატიული ოპოზიციური გაერთიანება, ნორმალური, ადეკვატური ადამიანებისგან. თქვათ, მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნებიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არ იყვნენ ოპოზიციონერები, იყვნენ შემსრულებლები, გეგმის ისიც ცუდი შემსრულებლები. აქ ახლა ჩვენ გვინდა რომ გვყავდეს ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, ხო? მერები იქნება თუ რა იქნება გადავლაგდეს ისე რომ მარტო ოცნება არ დარჩეს ეს იქნება დამღუპველი აი როგორც ტრამპი ახლა მარტო რასაც უნდა იმას აკეთებს და ხშირად არც თუ ძალიან ჭკვიანურს ხო შეიძლება იგივე დაემართოს იგივე დაავადება შეეყაროს გარდაუვალია რო არ დაემართოს აი ამ ფორმითაც ვითხოვდი ტრამპთანაც იმიტომ მაქვს აი შიშები რომ შეიძლება ძალიან კარგი იდეებით მოდის ადამიანი მაგრამ უკონტროლო ძალაუფლებაა როდესაც შემპასუხებელი არავინ ყავს გამორიცხულია რომ ამან არ დაანგრიოს საბოლოო ჯამში ის სტრუქტურა იქნება სახელმწიფო იქნება რომელსაც ის მართავს ხო ეს წინააღმდეგობა ყველა პროცესში საჭიროა თუ ხედავთ თქვენ იმის რესურსს ქართულ საზოგადოებაში ან არსებულ პოლიტიკურ ველში რომ გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალები რომლებიც ფულის ინტერესის გამო კი არ იქნებიან პოლიტიკაში მართლა რაღაც იდეა იქნება და აზრი იქნება თუნდაც იქნება ძალაუფლების ამბიცია მაგრამ ეს ამბიცია იქნება ჯანსაღი ხედავთ ასეთ რესურსს ხო ძალაუფლება რკნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რკნის აი ჩვენ ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე. ამიტომ აუცილებელია რომ გაჩნდეს ახალი ძალა. საღი პოლიტიკაში არ მყოფი ადამიანებისგან დაკომპლექტებული. ჩვენ გვყავს ასეთი ახალგაზრდები, ჩვენ გვყავს ესეთი არ არის აუცილებელი ხა ახალგაზრდას რო ვამბობთ ხა რაღაცა ძალიან მოდაში შემოვიდა ხა როგორ შეიძლება ასაკში იყოს ადამიანი და გაცილებით მეტი ეს მოდეს და უბრალოდ ჩათვალა რომ ეხლა მისი რესურსია საჭირო და მოვიდეს პოლიტიკაში. რატომაც არა ხო? მithumet ეს რაღაცა საკითხები ამ თავრობის პერიოდში ნამდვილად ნორმალურად ლაგდება. იცი რომ ყოველ შემთხვევაში მოსაკლავად არ გამოგეკიდებიან საღ ძალას მწვანეს შუქს აუნთებენ. ყოველ შემთხვევაში არ ესვრიან და რაღაცა არ გაუთხრიან ორმოებს და მშობლებს არ წაიყვანენ შუაღამისას სახლიდან არ გამოათრევენ და ეს ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დღეს ვინც არის მაგალითად საპროტესტო ტალღაზე, ისინი პირიქით ამას ამბობენ, რომ საქართველოში მყარდება დიქტატურა. აი ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ის რომ იკრძალება მაგალითად ახლულ შენობებში აქციის გამართვა მესაკუთრის თანხმობის გარეშე. კიდევ ბევრი ცვლილებები, გამკაცრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების სისხლის სამართალში ბევრი რაღაცის გადატანა. ამას ეძახიან რომ ეს არის დიქტატურის დასაწყისი. არა, ეს არ არის დიქტატური, მე არა, არ ვთვლი. მე ნამდვილად ასე ვთვლი, რომ კერძო მესაკუთრემ უნდა იცოდეს მის შენობაში რა ხდება რა. რა თქმა უნდა, ჩემთან სახლში შემოვარდე და მიტინგი ჩაატარო, ეგრე არ არის, ხო? ანუ აქ არ არის. ეხლა ისინი იტყვიან ყველაფერს. მე ძალიან სასაცილო იყო ახლად წამოჩიტული გმირების ვარამი. იმიტომ რომ არ არიან ბრძოლისთვის მზად. ვაიმე ჩვენ შეგვიყვანეს პოლიციაში გაგვაშიშვლეს. ეს არის პრაქტიკა მთელ მსოფლიოში და ძალიან დიდი ბოდიში მეც რო დამიჭირეს მეც გამაშიშვლეს სააკაშვილის რეჟიმმა იმიტომ რომ შენ პოლიციაში როდესაც შედიხარ განყოფილებაში და გადაყავხარ ციხეზე შენ გათვალიერებენ მეც დათვალიერებას გადიხარ და თუ ვიღაცა არ იყავით ამისთვის მზად საერთოდ ცხვირი არ უნდა შეგეყოთ ამ ბრძოლაში იმიტომ რომ ან შენ მიდიხარ ყველაფერზე იმიტომ რომ ფილმები მაინც არ აქვთ ხანდახან მგონია რომ აი რაღაცა არსაიდან ხალხს ჩაუჩურთეს ფული და ისინი მე არსაიდანულად მოიქცნენ როგორ ხო უნდა
ვიცოდე რომ ყველა მეცის დღეს რომ ქუჩაში რომ გადის ადამიანი და ქუჩის ცხოვრებას იწყებს მას იცის რომ პოლიციელთან შეიძლება ჭიდილმა მოუწიოს მაგრამ ის თავისი რაღაცა ეს ქუჩური ძალას მე უნდა ვიცოდე როდესაც რაღაცას ვაშავებ რა მომელის შენ რომ რაღაცას აშავებ და ეხლა რო ყვირი ხარ თმა გაწეწილი რომ თურმე პოლიცია ესე გექცევა ეს არის ის ნორმები რომელიც ახლა ძალოვანი სტრუქტურებისთვის დასაშვებია და ჩვენ ეს ყველამ გავიარეთ მაგრამ ასე ხმამაღლა არ გვიყვირია და თუ ამისთვის მზად არიყავით მაშინ ამდენ ფულს რაში იღებდით რა მარტივი იყო მე ერთხელ თენგვა შემიძლია დავიფიცო რომ ერთხელ გავყევი მხოლოდ ბოლომდე აი Facebook-ის ლომებს რო ვეძახით რა რომელიც გაგინებენ საზღვრებებს შენზე ეძახიან და სამართლებრივად მივყევი და პოლიციაში ნუ ისეთი საცოდაობა მოიყვანეს აი რაღაცა მედუზა გამწვანებული და აცახცახებული რომელიც მეხოწებოდა რომ არ მეჩივლა და თავი დაენებებინა მე მივხვდი რომ აი ამ საზღვრებას მაინც ასოციალური ტიპები აკეთებენ და სამწუხაროდ აი ამ ორგანიზაციებმაც არის სამთავრობოებმა ასეთ ასოციალურ ტიპებზე გააკეთეს ფსონი დადეს ტიპებზე რომლებსაც თბილისი არ იცნობს წრე არ ყავს დედა არ ყავს მამა არ ყავს ანუ შეიძლება ცოცხლები კი ყავს მაგრამ ეს არ არის ოჯახი ეს არ არის საქართველო ეს არ არის ერთობა ასეთი ტიპები თუნდოდა საქართველოში რატო უნდათ ასეთი ტიპები? აი რატო დადეს ფსონი ესეთ ხალხზე? ეგ სულ მიკვირს მე და აი იგივე ამერიკის საელჩოსთან და ადმინისტრაციასთან მეც მრჩება შთაბეჭდილება რომ მათ ეშინიათ გამოძიების, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ნამდვილად ისეთი სფერო, სადაც ფულს ტყუილად არავინ გაძლევს და მოყვება მაგ ფულს თავისი პასუხისმგებლობას და ეხლა რომ აიღე და ჩაიდე ჯიბეში, მოვადრო რომ მოგთხოვენ პასუხს. რატომ დადეს აი ესეთ ხალხზე ფსონი? ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხს ვერ ვცემ. რომ იცემ ბოკერიას 20 მილიონს და 1%-ს მოგიტანს არჩევნებზე, შემდეგ არჩევნებზე კიდე რატომ უნდა დააფინანსოთ ბოკერია? არ ყოფნით twin-ი ამერიკაში დავიჯერო, რომ ესეთ ხალხი არ უნდა ყრიდნენ თუ? მე მგონია უბრალოდ ამერიკელები ფსონს დებდნენ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც რა გადაბირებული ყავდათ გარკვეული, აი რაღაც ან თქვა უცხოეთში გაიარეს პრაქტიკა. ხა ეს ჩვეულებები ვისაც ცოტა ხანი მაინც გვისწავლია უცხოეთში ვიცით რომ ერთვენი ერთხელ შენთან მოდიან გასაუბრებაზე და შენ შეგიძლია გაისრულელო თავი და ესე ითამაშო რომ ვერაფერი ვერ გავიგე ან მიყვე მათ თამაშს. ანუ 2-3 თვიან კურსებზე ვინც მიდიოდა და მით უმეტეს ახლა ცოტა უფრო სახელოვან ინსტიტუტებში სწავლობდა ყველასთან გაიარეს ეს. აი ვინც წამოვიდა ამაზე. იმიტომ რომ შენ ღალატი უნდა შეგეძლოს. ეს არის შენ შინაგანი მდგომარეობა. შეგიძლია ღალატი ან არ შეგიძლია. და მე დარწმუნებული ვარ, მე კარგი წარმოდგენის ვარ ქართველებზე. ბევრი არ წავიდა ამაზე. ეხლა შენ ბევრს უთხარო, იცი რა არის შენ ასე მკერდით უნდა გადაეფარო LGBT დროშას და ასე უნდა მიცე უფლება საქართველოში რომ პატარა ბიჭი ექიმთან მიიყვანო და გოგოდ გადააკეთო. ან პირიქით. ამაზე ნორმალური არ წავა. შესაბამისად, კოჰორტა შეიქმნა ხალხის, რომლებიც არანორმალურები არიან. მათ ფსიქიკა, ხო, რომ შენ შვილს რო შეეხება და შენ შვილს რო მიიყვან ბაღში, ის რაც მოხდა ჩვენთან, ეს ხო ბოლო წვეთი იყო, შევთანხმდეთ, რომ ეს აქცია მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ბავშვებთან სკოლებში მივიდნენ. და მე ვიცი დედები და მამები, ჩემი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, გიჟებივით რომ ირბოდნენ სკოლაში, რომ თავისი შვილები მიტინგზე არ გაიყვანათ. აი მათი კრახი მაშინ მოხდა. მაგრამ ვინც ეს დაგეგმა, ის ხო არის უკვე უსამშობლო, უდედმამო, უშვილო, უძირო, რომელმაც გაბედა შესვლა სკოლაში რუპორით და თქმა, რომ მოდით ახლა ბავშვი, შენ რა უფლებით გაგყავს. უცხოეთში რო გინდა, ევროპა რო გინდა, ბავშვს რო შეხედო, მეზობელ მაგიდასთან მსხვერპლობის მაგ დაგიჭერენ რა თქმა უნდა ამიტომ მე მინდა ევროპა მე იმიტომ როდესაც აი ეხა ბრიუსელზე დიდი დარტყმები მედის ხო მე კარგი ბრიუსელი ვიცი მე კარგი ევროპა ვიცი და დღეს ტრამპი ცდილობს ევროპას გადაუაროს და თუ ტრამპმა ევროპა დააჩოქა ეს არაფერი კარგი არ იქნება ჩვენთვის მე დარწმუნებული ვარ ამიტომ ჩვენ რაღაცა ბალანსი უნდა დავიცვათ და ვინ უნდა დაიცვას ეს ბალანსი ოცნებას აქვს თავისი პროგრამა მინიმუმი რომელთაც მიდის და მაქსიმუმი და ეს გამკაცრება კანონების მე ვთვლი რომ კარგი აქამდე უნდა მომხდარიყო მაგრამ ვიღაცა უნდა იყოს საპირწონე რომელიც შეაჩერებს ცოტათი ზღვარგადასული მომენტი ხომ არ არის ეს გახარია რომელიც როგორც აღმოჩნდა მაყურებელსაც ვეთქვი ბუნებრივია ისედაც ექნებათ ინფორმაცია რომ პარლამენტმა გააუქმა 59 დეპუტატს უფლებამოსილება ესენი არიან ლელოს ნაციონალური მოძრაობის და გვარამიას პარტია ახლის წევრები მაგრამ როგორც აღმოჩნდა გახარიას პარტიის წევრებს არ ქონიათ განცხადებები დაწერილი 12 მათგანს კვლავ უნარჩუნდება საპარლამენტო მანდატი საინტერესო იქნება ესე თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე რა თამაში თამაშობს გახარია ნაცები ახლა კოცს ეძახიან კოცები ნაცს ეძახიან თვითონ არის ესე
ბუდასავით ჯერჯერობით არის ახლა. ხო, მე ვთვლი რომ გახარია იმ თავითვე პროექტია და თუ შევა პარლამენტში ამის დამტკიცება იქნება, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია საზოგადოებას შევიდეს. იმიტომ რომ ერთპარტიული პარლამენტი ცუდი სანახავია. რამდენადაც როგორც არ უნდა ვიძახოთ რომ ხმებით ყოფნის ყველაფერი და იქ ვიღაცამ გვაღიარა, ვიღაცამ ხელი ჩამოართვა პრეზიდენტს მისალოც გამოგზავნა. ჩვენ საზოგადოებაში არის ოცნებისთვისაც იქნება ეგ პრობლემა. კი, რა თქმა უნდა, თავის შეიჭამს მე და ძალიან ცუდად ეს 4 წლის ბოლოს ხო უნდა მიხვიდა ჯამთვალ თან ბიძინა ივანიშვილმა თქვა ძალიან საინტერესო ამბავი რომ მე თვითონ მომბეზდა ეს ყველაფერი უკვე და ეს არის ბოლო არჩევნებია ოცნებისთვის, როდესაც ანუ შესაბამისად მესიჯი გაცემულია რომ მოდი უნდა შემოვიდეს ახალი ძალა. მე ვფიქრობ რომ ეხლა ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ახალი და ჯანსაღი ძალის შექმნა. ხა თუ გახარია ბუფერულ როლს ითამაშებს სანამ რაღაცა ახალი ძალა შეიქმნება თქვათ იგივე ადგილობრივი არჩევნებისთვის ხო და თუნდაც აი რამოდენიმე მერი რო არ იყოს ოცნების წარმომადგენელი ბევრად უკეთესი იქნება. ამიტომ შევხედოთ როგორ წარიმართება. მე ვფიქრობ რომ ახლა ჩვენი აზრი უნდა იყოს მიმართული არა იმაზე ვინ რა იჭყიპინა ქუჩაში დამთავრდა. ისინი აღარ არიან დამთავრდნენ, ნუ გაუყურებთ ტელევიზორებს, ნუ გადავრთავთ ოპოზიციურ არხებზე, იქ დამთავრებული თამაშია. გადმოვერთოთ ჩვენი ქვეყნის ამბავზე. გადმოვერთოთ რომ არ აღმოვჩდეთ ისევ რაღაცა საფრთხეში, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო არის ეს ცეცხლი წაკიდებული და უნდა მოვემზადოთ ტრამპთან სალაპარაკოთ, უნდა მოვემზადოთ პუტინთან სალაპარაკოთ. ჩვენ რა წუთში ტრამპი და პუტინი დაელაპარაკებიან ერთმანეთს, ჩვენი როლი შემოდის. ჩვენ არ გვაქვს მთავარი როლი, მაგრამ ხო არის ხოლმე რომ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის აძლევენ ხოლმე ჯილდოებს. აი ჩვენ უნდა მოვახერხოთ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულება. იმიტომ რომ ჩვენზე არაფერი ჩვენ არ ვართ ესეთი ოდიოზურები, გვიყვარს ჩვენი თავი ძალიან და ვაქებთ ამ ჩვენ, მაგრამ ერთი რაც შემიძლია თქვა, რახან ჩვენ ამდენი საუკუნე გადავრჩით, რადგან ქართველებმა თავისთავი მოიტანეს. ესე იგი რაღაცა ჩაბუდებული სიბრძნე ამ გენში არის და ეს გენი მაშინ ყივის, როდესაც უნდა ეგ არის ერთადერთი რაც იმის წარმოაჩინოს თავი, ხო? მე ასე იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთის ნება, ღმერთმა დაუშვა აქ ეს განსაცდელი. მე ვიტყოდი ჩვენ ზუსტად პანდემიიდან დაწყებული, როდესაც ეკლესიაში კარი გავაღეთ, ჩვენ ერთი საფეხური გავიარეთ მიახლოების იმ სიბრძნისკენ, რომელიც ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვიშველის აი ეს გენეტიკური მეხსიერება, რომელიც გვაქვს, აი ეს რაღაცა მძლავრი გენეტიკა, რომელიც არის და ჭკუას თუ დავატანთ, პროცესები საჩვენოდ მოტრიალდება. ჯერჯერობით არის რთული რყევები და უნდა აი ეს ჩვენი ნავი უნდა ლამაზად გავეყოთ. უნდა გკითხოთ ასევე საქართველოს მთავრობის ისეთი ტიპის ნაბიჯებზე, როგორც არის მაგალითად არაბეთიდან ინვესტიციების მოზიდვა. საზოგადოების ნაწილი ამას უყურებს სიფრთხილით, საუბარი არის ძალიან დიდ ინვესტიციაზე, 6 მილიარდიან ინვესტიციაზე. ეს არის თანხა, რომელსაც მაგალითად შეერთებული შტატები გვამადლის, რომ 30 წლის მანძილზე მისცა საქართველოს. ამ ერთი ხელშეკრულებით არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში უნდა ჩაიდოს 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია. საფრთხეები ბუნებრივი ალბათ ახლავს ამ ყველაფერს თან და საზოგადოების იმ ნაწილის შეშფოთებაც არ იქნება უსაფუძვლო, ვინც რაღაც გარკვეულ მედგამჭირვალობას მოითხოვს ამ პროცესში, რომ ალბათ უდებენ ამ ფულს, რა შიდებენ, რა უნდა აშენდეს, რა უნდა გაკეთდეს. თუმცა მეორე მხრივ ისიც არის, რომ ჩვენ ქვეყანას დღეს როგორც არასდროს ჭირდება, ხო, ასეთი ტიპის ფულადი ინექციები გარედან, იმიტომ რომ თან როცა საუბარი არის, რომ საქართველოს შეიძლება დასავლეთის მხრიდან აღმოჩნდეს იზოლაციაში. აი როგორი პოზიცია გექნებათ თქვენ ამ საკითხზე? ჩემოთენგო მას მერე რაც შანგრილა გაიხსნა საპატრიარქოსთან ყველაფერი მოსულა. ამიტომ თუ ჩვენ რაღაცა სიწმინდეებზე ვსაუბრობ და თუ ჩვენ ვსაუბრობთ რომ აი ეს არაბები ოდესღაც ჩვენი მტრები და მათთან საშიშია, მაშინ შანგრილას რა უნდოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ჩვენი მექა მართლა ქრისტიანობის, ხო? მე ასე ვიტყოდი ქართველებს აქვთ ეს რუსული ინვესტიცია, უმა რა არ გვინდა რუსული არ გვინდა, აზერბაიჯანული უმა რა ვიცი ახლა. ეს არაბეთი არა არ გვინდა. ჩინური რა საჭიროა და ახლა არ დარჩა ბატონო ქვეყანა, რა გვინდა რომ მაინდამაინც ევროპა თავის ქვეყანაში არაკეთებს ინვესტიციას და თვითონ ევროპას აქვს სერიოზული გასაჭირი, იმას ვეღარ ნახავ ტანსაცმელს რომ დამზადებული საფრანგეთში ეწეროს, თვითონაც რაღაც მძიმე და გაჭირვებულ პერიოდს გადიან. ხა ევროპა არასოდეს ინვესტიციებს არ დებდა არსად.
ყოველთვის სხვა ქვეყნები დებდნენ, ხო, როგორც ახლა მონსტრი ქვეყნები და ხა. თუ არავინ არ გვინდა, მაშინ ახლა გავიყურსოთ ნაცარი ქეკოთ ბოლომდე, არ არის ხოთში ცუდი საქმე, მაგრამ ნუ აი ნაცარ ქეკიობას გადავაყოლოთ. თუ არ გავრისკეთ, თუ არ მივეცით საშუალება, ხო არის კიდე დათქმები. არის ეს ძალიან მომეწონა, ხა ჩვენ როგორც ველაპარაკეთ ევროპას, რომ დათქმებზე არ მოვდივართო, რეალურად, როდესაც ხელშეკრულება იდება, ყოველთვის არსებობს დათქმები. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ სადაც ხა ირაკლი კობახიძე ძალიან განსწავლული, ჭკვიანი, ნიჭიერი პრემიერი ყავს ნამდვილად, კონსტიტუციონალიზმი, კარგად წაიკითხავდა იმ დათქმებს, რა და როგორ არის. ხა თუ არ განვავითარეთ იგივე ზღვა, იგივე კურორტები, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არ ვართ არც თურქეთის დონეზე მისული, არც ეგვიპტის და გაგვიჭირდება რთულად მიდის. კახეთის საერთოდ უმძიმეს მდგომარეობაშია და უნდა ითქვას მაგალითად ხა რამდენი ხანი ვილაპარაკებთ რომ აგერ ჭაჭა, აგერ ღვინო, აგერ თეატრი რო არ იქნება სანახა ასე სამთლით რო უნდა ეძებოდა რაღაცა ძლივს რაღაცას ვაკოცებდა ვაკეთებ. ბატონ ვალიტორი თეატრის მეტი რა გვაქვს ხა უბრალოდ. ხო და ნუ ინვესტიციები ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვდებთ ტურიზმში დიდ ინვესტიციებს, თორე კაბადოკია გარდა თავისი ისტორიული წარსულისა, რითიც გახდა მე ფურის მშოვნელი, ეს არის ბურთები რომელიც გაუშვა, ხო ანუ ტურისტულად გადააკეთა და აგერ წმინდა ნინო, აგერ აგვყავს საფლავი, წმინდა წყალი, ბოდბეს მონასტერი და რა გახდა გარშემო ისეთი ინფრასტრუქტურა შემუშავდეს, რომ თან იცით რა არის ხა ვინც იქითკენ ხშირად მოდის ეცოდინება, რომ ძირითადად ჩამოდიან ინდოელები, ძირითადად ჩამოდიან ჩინელები, ძირითადად ჩვენი ტურიზმის ეს ასე ვთქვათ ბენეფიციარები არიან ესეთი ტიპის ადამიანები. არა, ეს აი ავტობუსი ჩამოდგება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ხა უშუალო შეხებაში ვართ და რითი გაერთოს, ხა გასაგებია რომ სანთელს ის არ დაანთებს. უბრალოდ ხა მოდის რომ ნახოს რომ წმინდა ნინო, რომელიც მარ მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა შემოიტანა, მაგრამ ის არა როგორც მომლოცველი მოვიდა, არამედ როგორც ხა ისტორიულ ძეგლს უყო. მე რითი გავართოთ, მე რა ხდება? აი ეს მოიფიქრეს კაბადოკიაში, რომ რა გახდა ერთი მე მქონდა რამოდენიმე ბიზნესმენთან საუბარი და მოდით გავაკეთოთ. წარმოიდგინე სიღნაღის თავზე, ვთქვათ ალაზნის ველზე გაფანტული ლამაზი ბუშტები, ხა თუ ვერ ვაკონტროლებთ და გვეშინია საფრთხე იმისი რომ იქითკენ წავა და აზერბაიჯანისკენ გაფრინდება, აქაც არსებობს მექანიზმი, როგორც აქ არის M კვადრატის ბუშტი და რაღაცა დამაგრებულია, სამაგიეროდ სურათი შეიძლება ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა, მაგრამ უარს ვეუბნებით ადამიანებს, რომ აი ინვესტიცია, რა ვიცი, გვინდა ამათი, გვინდა, ვინ უნდა იყიდოს ეს ყველაფერი? ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ამის სახსრები, ხო? ელექტროენერგია გვინდა, იაფი-ჰესები არ გვინდა. მოგეთ ასე ყველაფერი გვინდა, მაგრამ არაფერი არ გვინდა, ასე არ გამოვა. მე იმიტომაც ვამბობ, რომ რაღაცა სათათბირო. ჭკვიანი ხა მე ვფიქრობ ხა უცნებობ თვითონ უნდა გააკეთოს შექმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმის გამო რომ მარტო არიან დარჩენილები, მათ უნდა მიცენ საშუალება ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც ახალ იდეებს მიაწვდიან და თან არ იქნებიან მტრულად ერთმანეთთან. არა, საღი აზრი იქნება. მე ამ საკითხზე მუდმივად მაქვს ხოლმე ჩემი რესპონდენტებთან საუბარი, აი მაგალითად კომისიას, რომელიც უკვე შექმნა ხელისუფლებამ პარლამენტში, რომელმაც უნდა გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პოლიტიკური თანამდებობა პირების დანაშაულები. ეს რო არის გამოსაძიებელი ცხადია, მაგრამ ერთპარტიულ რეჟიმში გაკეთებული დასკვნები თუნდაც ყველას გვჯეროდეს, რომ ეგრეა და რა ვიცი, რა დაჯერება გვინდა, ჩვენს ტყავზე გვაქვს ბევრი რამე გადატანილი. ამას ხო მაინც არ ექნება ისეთი სახის ის ნდობა, რომელიც მას ჭირდება, როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ხდება. არ იქნებოდა სწორი ოცნების მხრიდან, რომ აი რაც თქვენ თქვით, შეიქმნას. მე მაგალითად უჭერ ძალიან მხარს დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტს, რომელიც დასავლურ ქვეყნებში ძალიან აქტიურად გამოიყენება, გახმაურებულ საქმეებზე იქ იძიებს პროკურორი, რომელიც არის ნდობი დახჭურული საზოგადოება, რომელიც არ არის სამთავრობო გუნდის წევრი, ანუ მისგან კი არ მოდის, საზოგადოებისგან მოდის, აქვს ნდობა ხალხის და მას ეძლევა მანდატი, რომ მიდი და გამოიძიეს კონკრეტული საქმე. ჩვენთან რატო ახლა? მე მაგალითად მზად ვარ ვითანამშრომლო, მაგალითად 8 აგვისტოს 2008 წლის ჩემთან სახლში მოვიდა დათო ბაქრაძე და ვაიმე რა ვქნაო მითხრა, პარლამენტის თავმჯდომარეა კაცი. კი ბატონო, ანუ რა ვიცი, ჩემს მეტი არსად არ იყო წასასვლელი და საკითხავი, ვაიმე რა ვქნათ? ანუ მე ეს ხო ფაქტია, მეზობლებმა ნახეს, იქ ტელეფონები, იქ მიწერა, მოწერა, რომ ვაიმე რა ვქნათ. ანუ როგორ უნდა გამოიძიონ, ხო უნდა მოგვისმინონ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ვიცნობდით, ვინც რაღაც ჩართულები ვიყავით პროცესში, ვისაც გადაგვიარეს თუნდაც, იმიტომ რომ ჩვენი აზრი არ გაითვალისწინეს, ხო? ანუ ჯერჯერობით ცოცხალი მოწმეები აგერ ვართ. პირველ პირებთან ვისაც გქონდა ურთიერთობა, ვინც მუშტეს 2007 წელს მეთიუ ბრაიზასთან ერთად რომ ხდებოდა სააკაშვილი, აგერ მეთიუ ბრაიზა ხო ცოცხალია.
და სხვა საინტერესო განცხადებებსაც აკეთებს და საჩვენოდ საინტერესო განცხადებები. ხო, ну აი რამოდენიმე განცხადება იყო, რომ საქართველოს კურსი როგორ და გამიდა, რომ მაინც სიფრთხილეა საჭირო და ასე შემდეგ. და მეთი უბრალოდ საკმაოდ გამოცდილი ადამიანია. კი ბატონო 2007 წელს რო შემხვდი და მელაპარაკე, რომ ახლა წამოდი გენაცვალე და ეხლა რაღაცა ანუ მე პირადად მქონდა ამდენი შეხება ნაციონალური მოძრაობის იმათაც კი ესმოდათ, რომ იმ მომენტში ზუსტად იმ საკითხებზე რისი გამოძიებაც უნდათ. რისი გამოძიებაც უნდათ. ცოცხალი მოწმეები აგერ არიან. ხა ამას ვერავინ ვერ უარყოფს, იმიტომ რომ მე ხა სადღაც ბნელ სარდაფში ვარ ხვდებოდი ისედღაც სადაც ჩანდა. ისევე როგორც ჩემი ინტერვიუ იყო უბრალოდ იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან გახმაურდა, როგორ მოვიდნენ გადმოსაბირებლად წელზაფხულში დამადგნენ ზღვაზე. ხო და იქაც არ მოხდა ისე რომ არავინ არ ესწრებოდა იმ სრულიად შემთხვევით ისე მოხდა რომ უბრალოდ ხმამაღალი ტონები როდესაც გაისმა ჩვენი სუფრიდან გვერდზე სუფრიდან საახლობლო იყო და მოისმინეს პრაქტიკულად ყველაფერი. ანუ მე ამას რო ვამბობ, მე მოწმეები მყავს ვინც იტყვიან რომ ნამდვილად იყო ასეთი რამე და ნამდვილად იყო შეთავაზება და ასე მერე კორიანტელი ურთიერთშეურაცხყოფელი განცხადებების. ამიტომ რა ვიცი ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ იმ თაობის წარმომადგენლები, ვის თავზეც გაიარა, ვის ნერვებზეც, ვის ოჯახის წევრებზეც, ვინც უშუალოდ მოვყევით ამ რეპრესიებში. ეხლა რო ყვებიან, მე როგორ არიან ციხეებში, როგორ ვიყო, გამოიძიე, რა მინდოდა მე ციხეში შოკოლადზე გაზრდილს. რისი გულისთვის გამიშვეს? თან როგორ გამიშვეს? ისე კი არა ადმინისტრაციული და არა 9-დან 15 წლამდე მკვლელობის ცდელობით. და ყოველ 5 წუთში კარი იღებოდა და მეუბნებოდნენ, რომ აი ხა 15 წელს გაძლევდა საწყალი ნორაკვიციანი ცოცხალი იყო და თავის გვერდზე ადგილი მომზადებული ქონდა რომ ეხლა შემოიყვანონო და ამას მაინც არ აცოცხლებენო და მეორე პატიმარ ქალს უთხრა რომ მე და შენო მორიგეობა დავაწესოთო მოუყვე ყველაფერი მომაყოლინეთ პირდაპირ ეთერში მოუყვები უნდა მოუყვეთ ხო და მაგას მომვა კომისია შედგა აგერავართ ბიჭები დაზარალებულები დღემდე რო ვერ მიაღწიეს სამართალს სად არიან ის ბიჭები 9-ჯერ დამირეკა იმ ერთ-ერთმა პატიმარმა დასკოჩილები რო დააბეს შიშვლები და მე ზუსტად ერთ-ერთი სიპიტის კომიტეტი იყო, მეგონი წამების კომიტეტი, რომელიც გლდანის ციხეში იყო შემოწმებას და შემთხვევით იპოვა, გაყინულები ეს ბიჭები, ასე სკოჩით, არა, ესენი არ იყვნენ მორგში. და წლები მეუბნებოდა ეს ბიჭი რომ ლალი გამოიძიონ ჩემი საქმე. ჩემი ხელით დაწერილი ოქმები, სასჯელახლებაში რომ მუშაობდი უკვე, რას ყვებოდნენ ბავშვები, მცირეწლოვანი და გაუპატიურებული ბიჭები რომ გავუშვით ევროპაში ჩვენ სამკურნალო ის როგორ არის და ხო ვიცით სახელები და გვარები კი ამას რა თქმა უნდა არ ვუკეთებთ აფიშირებას იმიტომ რომ ეს ისეთი მწვავეა და ისეთი მძიმეა რომ მეც მინდა დავივიწყო და რაზეა ლაპარაკი რომ შობელს უნდა დავიწყო და მამა რო გირეკავს რომ მიშველე ზუსტად ვიცი დამერეკა ჩემო შულმა და გაუპატიურებულია მე ვიღაცები რომ ღლიცინებენ მინდა თავი წავაძრო და თუ ვინმეს უნდა გამოძიება აგერ ვართ ბატონო და გამოიძიონ ვინც მერე მოვედით ანუ პირველი წება ვინ შევედით სამუშაოდ 2012-ში ეს ხო ჩვენ თვალწინ მოხდა ყველაფერი არა მე ამ ადამიანების რეაბილიტაცია ჩვენი გასაკეთებელი მე რატო ვითხოვე სასჯელახლებიდან წასვლა იმიტომ რომ 2 წლის თავზე მივხვდი რომ შეიძლება მეც გავგიჟდე უკვე მე არ ვარ უწყების თანამშრომელი და მე ჯერ ესე არ გამიცივდა სისხლი რომ ეს უნერვო შეძლო ჭირდება ამ ყველაფრის რა თქმა უნდა და მე არ ვიყავი ამ სფეროდან იცი ერთია როცა შენ ჟურნალისტი ხარ უფლება დამცველი ხარ მაინც შორს ხარ და შიგნით რო ხვდები და 24 საათი რო გესმის ეს ყველაფერი ხო ეს საერთოდ სხვა თემა არის და სხვანაირად უნდა და ჩვენი რეაბილიტაცია არ უნდა მოხდეს იმ ადამიანების ვინც ეს გავიარეთ და ახალი წელი რო იყო და ყველა რო სათამაშოებს თავის შვილებისთვის ყიდულობდა და ჩემი შვილები მოდიოდნენ სეირნობდნენ მოდულის შენობასთან არსად არ გამოიშვეს მთლიანად რო დააცარიელეს რატო დააცარიელეს მთლიანად მოდულის შენობა რა ჩიკატილო ვიყავი თუ რას ვიზამდი ადვოკატი რატო არ ესწრებოდა ჩემ პროცესს არც ერთი არავინ არ შემოუშვეს გატენილი პოლიციელებით დარბაზი და მე ასე მეებით ხელბორკილებით და ის ქალი რომელსაც ხელბორკილი ეკეთა და მე იმაში ვყავდი ეგრეთ წოდებულ აბიზიანიკში ბოდიშებს მიხდი და დღესაც მახსოვს ვერონიკა ერქვა სახელი დაიმახსოვრე ვერონიკა ვარო მე სხვაგან გნახავო და ტირო და გოგო იდგა და ერთადერთი ვისაც ხედავდი სასამართლოებში ხომ ახალია ეს ფანჯარა საიდან შეიძლება შემოიხედოს ვიღაცამ ანრი ჯოხაძე რომელიც მოვიდა და ხტუნაობდა რომ დავენახე იმიტომ რომ ხა იმ ინციდენტის მომსწრე იყო მაგრამ ჩემთან შეიძლებოდა ასე მოქცევა თუ მე ყველაფერს ავიტანდი და დედა ჩემა რა
ლაშა ვარ, რომელმაც ეს ყველაფერი გადაიტანა და ასე 15 დღე წვეთი არ დამილევია და საჭმელი არ მიჭამია და ცოცხალ მკვდარი გამოვედი 15 კილო მქონდა 15 დღეში დაკლებული. და ეხლა რომ ენას ასარსალებენ და სხვადასხვა იმაში რომ ყრიან საავადმყოფოებში და არიქ ასე რომ ეხვევა ყველა ვინ ერთი ექიმი ვნახე ერთი ექიმი შემოვიდა, მკითხა ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ და ეს მე კარგი ჩემი ამბავი სხვანაირად იყო თენგო მარტო იმიტომ რომ უბრალოდ CNN BBC მზად იყო სიუჟეტის გადასაღება და მე თავს ვიპარსავდი და სტატუს ვიკეთებდი იმ ბიჭების ვინც დახოცეს უბრალოდ იცოდნენ რომ გამკეთებელი ვარ და მე ერთადერთი საქმე იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ადმინისტრაციული რომ სისხლის სამართალი რომ დახიეს და აღძრეს ადმინისტრაციული ერთადერთი საქმეა მთელ ამ პრაქტიკაში 9 წლიან. მე გადავრჩი, იმიტომ რომ ლალი ვიყავი მაროშკინა მიშას, სკოლელი ვიყავ და იცოდა რაზე ვარ, წამსვლელი. და პლუს ამას თქვენ იყავით ადამიანი, ვისაც შეეძლო ამ ყველაფრის გამოტანა, საჯაროდ საუბარი ხა იმ ადამიანებმა რა გამოიარეს, ვისაც ამის რესურსი აქვს. მაგას ვამბობ, ხა მე სტრასბურგამდეც მივიტანე ამბავი და შემეძლო და ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს ნახევარი და რაღაცას გამოგვივიდოდა და იმიტომაც მოხდა, რომ თქვა არ გაგრძელდა ეს ყველაფერი. იმ ხალხმა რაღაც სად არის სამართალი? შემოდებული რო აქვთ საქმეები, პროკურორი, პროკურატურაში რამდენი საქმეა ესე მტვერში გახვეული, გინდათ გამოძება აგერ ვარ, ჩემით დაიწყეთ რა. ეგ არის ალბათ რაც თქვენ მოყევით ახლა პასუხი მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი მე ჩემს განწყობაზე მყოფ ადამიანებს ხშირად გვამუნათებენ ხოლმე, რომ შენ ის არა ხარ, რომ მიშას დროს რო გამოდიოდი და გმობდი ზალადობას, დღეს რატო არ გამოდიხარ და რატო არ შეიძლება მართლა შევადაროთ ის დრო და ეს დრო ერთმანეთს და ეხა ვისაც გვახსოვს ეს და მაინც ამას იძახით, ისინი უბრალოდ უნამუსოები ხართ და ვისაც არ ახსოვს და ახალი თაობაა და არ მოსწრებია და არ იცის, ალბათ მართლა მაგისთვის არის საჭირო, რომ მათ კონდეთ ეს არგუმენტი, უნდა იცოდნენ, რომ დღეს რაც ხდება, არ შეიძლება რომ შევადაროთ კაცო, რეპრესია არა ის, რეპრესია რა იყო და მართლა ადამიანები სახლიდან რომ გამოხვიდოდი და უკან დაბრუნდებოდი თუ არა, გარანტია არ ქონდა მშობელს, ესეთი დრო გვაქვს ყველა. პოლიციის შეგეფურთხებინა, სილა გაგეცნა, მე არ ვიცი რა იქნებოდა. მოდგმას სამოდის შეხედვის გამოგცემდა და კაცო ის პოლიციელი მაშინ და დარბევები და რა საშინელებები ხდებოდა დღე არ გავიდოდა რომ დარბევა. თქო არ მითხრა ხარ რომ არ ესმით რა ვინც იქ დგას ყველას ფული აქვს აღებული რა ვისაც რა უნდა ითქვას ჩემი არც ერთი ახლობელი კარ დგას რა შემიძლია ისეთი ამაყი ვარ არავინ არც ერთი ადამიანი არ დგას ჩემიანი 1-2 არის ვისთანაც ერთად თქვა რაღაცა ცხოვრების ნაწილი გაგვივლია რომელიც ბიძინა ივანიშვილიდან ფულს იღებდნენ მე გადახდნენ სხვა ნავში და ბიძინა ივანიშვილი მე მგონი აი ბოლო მომენტამდე ისე ვიხდი და იმიტომ რომ ეს ადამიანია რომ უჭირს ეგეთი რაღაცეები რა ეს გაწყვეტა ურთიერთობების რა ისინი კარგად გატენილი ჯიბები რა ივანიშვილისგან მოცემული ფულებით წლებია არა შესაძლებლობა პირიქით არის ბიძინა ივანიშვილზე რომ ის არის რომელსაც აი ერთ წამში შეუძლია გაწიროს ნებისმიერ არა მაგას აი ნეტა ეს შეეძლოს რა სულ ვამბობ რომ აი ერთადერთი ალბათ ადამიანია რომელსაც აი ამდენი რამის ატანა უწევს ან თავის შვილებს როგორ ამუნათებენ ან ოჯახზე ან ეკატერინა ხვედელიძეს რატომ მოუწია პასკულზე პასუხი ხო ეს ადამიანები შემოღობილი უნდა ყოფილიყვნენ რაღაცა უფრო ისე გაფრთხილებულები იმიტომ რომ ესეც ჩვენი უნიათობაა რა ბევრ რამეში ვიყავით რა უნიათოდ აი რაღაცები ისე არ წავიდა როგორც უნდა წასულიყო თორე აი ამაზე ახლა არ ვილაპარაკებდით ვიფიქრებთ იმაზე ირანის საფრთხე ამის ისე მაგრამ კიდე აქ გვიწევს ტრიალი იმიტომ რომ ვიღაცა თა ბედავს და ხმას იღებს რა და თან იცი რომ ხედავენ ეს მე ქუჩის მეორე მხარეს გადადიან იმიტომ რომ იციან რომ არ დაუთმობ არავის არაფერს არც ერთი წუთი დღეს ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ისეთი ჭოპორტის პამიდორივით ბიჭი მოდიდი რაღაცა წაისისინე და მივტრიალდი მეოთხე და გაიქცა ლაშა ბუღაძე საბერძნეთში აეროპორტში მოვფრინავთ სიმპოზიუმიდან და დგას და უი კარგია ევროპა მე მეუბნება 8 წლიდან ევროპაში ვარ და შენ მე მეუბნები მეთქი ამ ტიპმა ყვირილი დაიწყო იმისთვის რომ აეროპორტი არის განსაკუთრებული ზონა სტრატეგიული ობიექტი იქ არავინ არ დაუშვებს შენ რომ აი ეს ამბავი მომხდარიყო და ჩუმად უთხარ მითხარ ხა გაჩვენდი მეთქი მე თბილისში დაგელაპარაკებით ხო თბილისში როგორც კი ჩავედი და პასპორტს გავიარეთ კონტროლი და დავინახე ჩემი როგორ მირბის აი ეს არიან ესენი აი მორბენალი ესეთი ბაღთან თალა ბიჭები რა მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგაზე რა მათ შორის ის ახალი ტრენდიც ბოდიში თქვენთან და მაყურებელთანაც ჩაფურთხება საჭმელში ხო და ეგ არის ეგ არის რომ აი ნიმისი თავი არა გაქვს რომ პირდაპირ რამე უთხრა და აი ჩუმად ჩაუფურთხებს საჭმელს არ ვიცი ეს არ ზის არც ქართულ ხასიათში არც კაცურ ხასიათში და არაფერში მაგრამ რანაირად აიტაცეს და რანაირად გახდა ტრენდი ჩემთვის ცოტა ეგ გაუგებარია ასეთი ტრენდებისთვის ფულს იხდი და ეს არის სექტა მე ამას ვასწავლე მასობრივი
ჩვეულებრივი ფსიქოზი არის, იცი როგორი გადამდები პანდემიაზე უარესია. იმიტომ რომ შენ როდესაც ხვდები, ხო გაგიგია ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები, ხო, როდესაც ყოფენ ადამიანებს და ეუბნებიან ერთი პატიმარია, მეორე პოლიციელია და აბა მით და იცი როგორ უსწორდებიან და ცემენ ერთი მეორეს. ამ დროს არაფერი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია, ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს. იშდებიან ერთმანეთს უყურებენ და აი აფრენენ. ამიტომ მე ვამბობ რომ ჩვენ ალბათ პირველ რიგში სამკურნალო ყავს ეს ხალხი და კიდევ ერთი როგორც კი ახლა სიგიჟე უკვე გადადის მე უკვე ვიცი ბევრ ოჯახში პრობლემებია უკვე ტირილები და ასე გადავარდები ფანჯრიდან იმას ვიზამ ამას ვიზამ სამლებს დავლევ ანუ დაეწყოთ ფსიქოზი ნელ-ნელა ვისაც გონება უნათდება ახლა იმას ფსიქოზი ეწყება და ჩვენ მივიღეთ რაღაცა ნაწილი დიდი არა მცირე ნაწილი 200 კაციანი ნაწილია რა პირდაპირ თქვა დანარჩენი მომყოლები იყვნენ 200 კაცია რომელმაც სერიოზულად გამოიწვია ეს რყევა რა სამუშაო იქნება ფსიქოლოგიურად მათზე და სამწუხაროდ ჩვენთან ეს ინსტიტუტი მაინდა-მაინც კარგად ვერ დგას. თქვენი აზრი არის რომ ყველაფერი დამთავრდა ამ ქართულ პროტესტში, აღარ ელოდებით რომ იქნება რაიმე კულმინაცია? არა, კულმინაცია იყო, ეს ჩვეულებრივის არის, ხო, გრაფიკაა, ხო, კულმინაციური მომენტი გადავლილია, ახლა დაბლობზე მივდივარ და დამთავრდა. ეს ამბავი დამთავრებულია. ახლა ნაწილი გაიქცევა, ნაწილი მართლა რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, ახლა ნაწილს უკვე დაზდებენ, ისინი დაზდებენ, ახლა პატრონები, ხო, საწავიდა ამდენი ფული. ახლა ჩვენ ბევრს გაყიდულ სახლებსაც ვნახავთ და ალბათ ბევრს უკვე ანგარიშებიც დაბლოკილია. ასე რომ ეს პროცესი მათთვის ახლა იწყება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ გაცილებით უფრო რთული პრობლემები გვაქვს წინ და აი ამ გეოპოლიტიკურ თამაში, ხო, იგივე ამ ჩინეთთან აი ესეთ დამოკიდებულებაში, როცა სტრატეგიული პარტნიორია, როდესაც ფანტასტიკური გზები გაგიხდა. მე და შე ხო არ გაგუკეთეს ეს გზები, ხო, გაკეთდა რაღაცა ძალიან დიდი საქმისთვის და ამ გზაზე რა გაივლის, ჩვენ რა დაგვრჩება, ჩვენ ამ გზას ვინ გვიტოვებს, რაში გვიყენებენ, ეს უნდა ვიცოდეთ და ხო ფაქტია რომ სტარლინგებიდან დაწყებული, ტვირთ ბრუნვით დამთავრებული ჩვენ ვართ აი ზუსტად სამიზნე აი ამ ადამიანებისთვის და ჩვენც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი. კი მე არ მეპარება რომ ის ერთი ადამიანი, მე პირდაპირ გეტყვი, მეტი არავის იმედი არ მაქვს, 2-3 ადამიანია და პირველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბევრი ნაბიჯით წინ ცulis საჭადრაკო. ძალიან სწორად ედო ფსონი ამ შემთხვევაში საოცრად. ბილანები რო ჯდება მექანიზმის, აი ესე ედო, აი ლეგოს კუბიკები რო ჯდება, წამებით იყო გათვლილი, აქ რა განცხადება გაკეთდებოდა და თქვათ ამერიკიდან რა დაგვეწეოდა. და ეს არის ამ ერთი კაცის აი ის რომ გვიკვირდა ნოემბერში რატო თავისით რატო გამოიწვია ხელისუფლება ეს პროცესები. ნელ-ნელა ყველაფერი ნათელი ხდება. კი, ეს იყო ხელოვნური რყევა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის და ამიტომ მე მჯერა რომ ისევ ერთია რომ ძალიან რთულია რომ ადამიანი მარტო იბრძვის, გასაგებია რომ რჩევლებიც ეყოლება და არა ქართველები, ან ევროპული რაღაცა ძალიან ესა, ხო, მაგრამ აი რამოდენიმე ადამიანი გამორჩეულად ალბათ უნდა ითქვას, ერთი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ყობახიძე, რომელიც ძალიან ჭკვიანია და ძალიან სწორად მიყავს საქმე და ის ფუნქცია რაც დღეს ყაბელაშვილს აქვს, ხო, პრეზიდენტის ფუნქცია, ეჭვი არ მეპარება რომ ამ ფუნქციას გაუძღვება. ანუ აი ესეთი მშვიდობის მტრედი, დამლაგებელი, რაღაცა ქართული სტანდარტის შემომტანი. იდეაში პრეზიდენტი კონსტიტუციურად პრეზიდენტის ფუნქცია ეგ არის, მეტი არაფერი, თორე და ჩვენ გვინდა ქართული სტანდარტი. თუ ჩვენ გვექნება ქართული სტანდარტი, დანარჩენი ყველაფერი დაალაგდება ამ ქვეყანაში. კავდონლალი, გადაცემის ბოლოსკენ მინდოდა კიდევ მეკითხა არა იმდენად პოლიტიკურ, მაგრამ სოციალურად ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათ შორის თვითონ სამთავრობო გუნდმა გააჟღერა. ეს შეეხება ნარკოპოლიტიკას და შეეხება მიგრაციის შესახებ პოლიტიკის გამკაცრებას. ეს ჩვენ მონატრებულები ვართ ხოლმე, რომ ხელისუფლებამ როდესმე ამ სოციალურ თემებზე მართლა გააკეთოს რაღაც, მართლა ილაპარაკოს, გამოიტანოს ეს თემები საჯაროდ განსახილველად, მიაქციოს ყურადღება. ნარკომანია ნამდვილად არის ალბათ ერთ-ერთი დიდი პრობლემა. ძალიან დიდი. სადარბაზოში ეს გახურეტილი ბოთლები, ბავშვები მცირე ასაკიდან უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის ეს ნარკოტიკი და ასევე მიგრაციის საკითხებზეც ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. საინტერესოა თქვენი შეფასება ზოგადად ამას როგორც პრობლემად როგორ აღიქვამთ და რა მოლოდინები გაქვთ ამ ხელისუფლების მხრიდან რომ ნარკოპოლიტიკა თუ არ გამკაცრდა სოფლებში ისეთი ხდება და
დაგიჟდნენ ბავშვები. სოფლებში უფრო მძიმედ არის სიტუაცია რა, სასწაულია რა. აი თან იმდენად ხელმისაწვდომია და იმდენად იაფია ეს ყველაფერი, რომ ნუ აი ამოწყდა ბავშვები, აი ბავშვები, თან მარტო ბიჭები არა, გოგოებზეც არ ვაპარაკე. კატასტროფაა და ჩვენ უფრო გულისყურით რომ ვუსმენდეთ პროფესიონალებს ამ საქმით გაცლებთ სწორდასკვნებს გავაკეთებდით. საერთოდ რატომ მივიყვანეთ აქამდე, რომ ამდენად ხელმისაწვდომია და ვინც მეტყვის რომ მარიხუანა არაფერს არ ნიშნავს, პირველი მტერი მე ვიქნები მისი, იმიტომ რომ ზუსტად ამ მარიხუანამ დაღუპა ძალიან ბევრი ახალგაზრდა. რაც შეეხება ემიგრაციას, ემიგრაცია ისეთი ტკივილია საქართველოსთვის და არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ახლა არ დაწყებულა, ხო? ეს არის 90-იანებიდან წამოსული, ეს არის უდედმამოთ გაზრდილი ბავშვების თაობა და სადღაც მართლა უმშობლო ბავშვი ეგრევე უსამშობლო ხდება რა. და აი აქ არის ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და იმისთვის რომ ეს პრობლემა გადაწყდეს, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ეს არის 2x2 4. ამას არ უნდა ბევრი. ის რომ მოსახლეობა დამაგრდეს ადგილზე. სად ვეპატიჟებით, რას ვახვედრებთ, სად უნდა იმუშაოს, რა უნდა გააკეთოს. კი ბატონო, სანთლით ვეძებთ ხანდახან თანამშრომლებს, მაგრამ ეს არ არის მაინც მასიური. და კიდევ ერთხელ ვამბობ, მიბმული არის აი მაგალითად, ძალიან პატარა მაგალითია, გაიხსნა სასტუმრო ბოდბე. ძალიან კარგი არის სოფლებიდან აყავთ ხალხის სამუშაოდ, მაგრამ ის ბოდბე იმუშავებს იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი იქნება, თუ არ ჩამოვიდა ტურისტი 2500 კაცი რო უნდა იყოს სტაფში, როგორ უნდა იმუშაოს, ეს ეხება ყველა სასტუმროს. ანუ ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ აი სტუმარ მასპინძლური სერვისით მოგვაქვს თავი და ისიც ვეღარ ვმუშაობთ, არ არის ხალხი, არ ჩამოდის. ტურიზმი გაცილებით უფრო ვრცელი სფეროა ალბათ, ვიდრე მხოლოდ სტუმარ მასპინძლური. არ ჩამოდის ეს ტურისტი. ეხა გაჩერებულია, სანამ საბოლოო ჯამში არ ვაჩვენებთ აქედან რაღაცას ბედნიერ კადრებს და რაღაცას არ ვიზამთ, არ ასე ოლიმპიადა ჩატარდება ახალგაზრდული თუ რაღაცა იქნება, ანუ რაღაცა ბიძგი როგორც კი გაჩნდება, იმ წუთში ეს დაალაგდება, მაგრამ მარტო ესე ქარხნები, აქ უნდა გაჩნდეს ის, რაც დააკავებს ქართველებს აქ, სხვანაირად არაფერი არ იქნება. ასე რომ სამთავრობო მაგრამ ტურიზმისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შექმნა რა. ტურისტი კი ჩამოვა, მაგრამ აქ თუ უნდა ვაჭამო თურქული პროდუქტი და რაღაც რუსული პროდუქტი მხოლოდ და ქართული არ შევთავაზეთ. აი არ ვიცი ამაზე მართლა რატო არ ხდება. არა, მე რატო არ ხდება და ზუსტად ეს ორგანიზაციები, არასამთავრობოები გიქმნიდნენ შენ, აი ესეთი ნელი კი არა, ჩქარი მოქმედების ნაღმებს, ამის კონტროლი, იმის ხარბის სისტემა, იმის სისტემა, დაგვანებეთ თავი რა. გვამუშავეთ სოფელში, ამუშავა ეს ადამიანი. საიდან მოგიტანო, რომელმა ძროხამ მოწოლა ეს კონკრეტული ყველი ხა. რა სისულელია, ხო მაშინ რომ მოიტანეთო ძროხის პატრონის აიდი ბარათიო და მე რა ვიცი, იქნებ სხვა ყველი შემოგაპარე ამასობაში ხა. სხვა სისულელია ხა ბოდბეში რომ მიდიხარ და ის დეს არაჩვეულებრივი ყველი და მართლა ეხა ტურისტული ერთ-ერთი ის არის ხა. რანაირად მოიტანოს ყველზე საბუთი იმ კაცმა, ხო სადღაც ჩვენთან ალპულ ზონაში. ეს იყო დასავლური სტანდარტის მოთხოვნა. ხო და აი დაგვანებონ თავი ამ სტანდარტებით, როგორც მივდიოდით კარგად და იმ ყველა მწვანეს და ყველა ბალაღზე ესე არ უნდა ეწეროს, სად არის დამზადებული, შეგვეშვან. ეხა ჩვენნაირი ეკოლოგია კიდე ბევრ ქვეყანას არ აქვს რა. წყალიც კარგი გვაქვს, ჰაერიც კარგი გვაქვს, ხალხიც გადასარევი გყავს და მადლობა. და სამთავრობო ეხა მინდა ცოტათი ესეთი კარგი იმით დავამთავრო, რომ ის რომ ჩვენ გვინდა იყოს ოპოზიცია, არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გაფასებთ. რაც დღეს ჩვენებმა აიტანეს, მოდი ესე ვთქვათ, ოცნების მთავრობამ, ცხებმა ბულინგი ოჯახის წევრებზე ესეთი ხო, მადლობელი ვარ, რომ გაუძლეს, იმიტომ რომ იქაც ძალიან დიდი იყო სურვილი, რომ გამსკდარი იყო ეს გუნდი და იქიდანაც მიზანიც ეგ იყო ალბათ ამ. მაგრამ აი ყოჩა კარგად დადგნენ ბიჭებიც და გოგოებიც და მადლობა მათ. მე ყველა პრეზენტაციას დავდიოდი ოცნების გუნდის და ძალიან გულშემატკივრ რომ ახლა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და რაც უფრო კარგი და ეფექტური იქნება შემდეგი ნაბიჯი, მით უფრო დიდხანს იქნება თქვენი პოლიტიკური ცხოვრება. დიდი მადლობა ქალბატონო ლალი, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. იმედი მაქვს კიდე ხშირად გვექნება ამისი შესაძლებლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ პოლიტოლოგი პროფესორი ქალბატონი ლალი მოროშკინა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.